სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში მცხოვრები ყველა ბენეფიციარი სოფელ ახალსოფელში ახლად გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში დააბინავა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით შშმ პირები ოჯახთან მიახლოვებულ გარემოში იცხოვრებენ, სადაც მათი ინდივიდუალური საჭიროებები გათვალისწინებულია, ინფრასტრუქტურა კი ადაპტირებულია. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გახსნილ მცირე საოჯახო სახლში მარტყოფის შშმ პანსიონატში მცხოვრები 6 ბენეფიციარი დაბინავდა. მარტყოფის პანსიონატის ყველა ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 8 მცირე საოჯახო სახლში განთავსდა. ახალი საოჯახო სახლის გახსნა მარტყოფის შშმ პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასკვნითი ნაწილია. საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2022 წლიდან ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო. ჩვენ დავასრულეთ კიდევ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაწესებულების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ამჯერად საუბარია მარტყოფის პანსიონატზე. ამ მიზნით ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავხსენით 8 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც უკვე განთავსდა და ბინადრობს 48 ბენეფიციარი. სტუმრეთ ახალსოფელში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლს, სადაც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც აქამდე მარტყოფის პანსიონატში ცხოვრობდნენ. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში ისინი გადმოვიდნენ კეთილმოწყობილ ოჯახური ტიპის გარემოში. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ჰქონდეს შესაბამისი საცხოვრებელი გარემო.